მოგესალმებით. გუშინ არაფერი დამიდია, იმიტომ რომ ჩამოვიდა ბებია ჩემი. ბებია ჩემი არ ცხოვრობს საქართველოში, გათხოვდა საზღვარგარეთ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს. და ჩამოდის ხოლმე რა თქმა უნდა. ახლა ჩამოვიდა რომ გაეცნო შიო და ენახა ოვიოვის ნახულობს, მაგრამ ისეთი სიხშირით ვერა. ცოტა ბევრი ვიწვალეთ, 90 წელს გადაცილებული არის და აეროპორტში არასწორად გამოიყვანეს, იდგა გარეთ, ბენი შევიდა, შეინდბენი დახვდა, მიშოსთან ერთად ვიყავი და 1 საათი გარეთ იდგა საწყალი და ელოდებოდა ბენმა, კიდევ ვერ დაინახა შიგნით, ელოდებოდა, კითხულობდა რომ ჩამოფრინდნენ თუ არა და არ ჩამოფრინდნენო ჯერ იქაც ეუბნებოდნენ, ბენს უთხარი რომ ვიხვეწებ მეთქი, ჯერებ ამ მას რა ქვია, საინფორმაციო საშუალებებს რა, იმიტომ რომ არ იციან არაფერი. მოკლედ მე დაღლილი მოვიდა იზეს და რაღაცნაირად აღარ მოვიცვალე მოკლედ იმისთვის რომ YouTube-ი გადამეხო თქვენთვის. მეტი ესე შეცდომას აღარ დაუშვებ. ახლა მივდივართ ნინო დიდიასთან დაბადების დღეზე, ჩემი ნინო დიდია იცით. ეს არის კოსმეტოლოგი. არ გეგონათ რომ რაღაც ისეთი კოსმეტოლოგია რა, რომ გაიცნობთ მერე ასაკში და რეკლამაზე რომ დაგპატიჟებენ და არა, მე ნინო დიდიასთან დავდიოდი, როცა ვიყავი თინეიჯერი, სახის გაწმენდაზე. ბევრად იქამდე ვიდრე საერთოდ ტელევიზიაში დავიწყებდი მუშაობას. დედა ჩემი დადიოდი, ჯერ ბუბუ არ ყავდა გაჩენილი. მაშინ და ეს ერთად მოვდივართ რა. ფანტასტიკური გოგო არის, ძალიან მაგარი. და დაბადების დღე აქვს, აი წელი ვიცნობ და სხვა შორის დაბადების დღეზე ჯერ არ ყოფილვარ. რა მიგვაქვს დაბადების დღეზე? დაბადების დღეზე მიგვაქვს ყვავილები, ისეთი თაიგული და მიგვაქვს ნუკი კოსმეტიქსის ნაკრები. მე ვფიქრობ, რომ მანდ მთავარი ბრილიანტი არის ახალი ტონალური, რომელიც ახალაც მისვია. შეც ყველაზე დიდი ბედნიერება არის ხოლმე ეს ახალი რაღაცა რო გამოდის, მე რომ შემიძლია მეც წავისვა, იმიტომ რომ ისე რომ წავისვა, სინდისი მქენჯნის რა, იმიტომ რომ ვიღაცა ხომ წერს რომ რა გისვია, კი რა კარგად ხარ. რაღაც და ვერ ეუბნები რა, რომ ის მისვია, რაც ჯერ თქვენ არა გაქვთ. აი ეგ მაწუხებს და ამიტომ ეხლა უკვე თამამად შემიძლია რომ ვიბრტყიალო. კიდე რა კაბა მაცვიეს ჩემი საყვარელი კაბა, ეს არის კაბა რომელმაც ჩაანაცვლა სხვა კაბა, აი ცუდ ხასიათზე კაბას ვეძახი რა, ცუდ ხასიათზე რო ხარ და არ აქვს მნიშვნელობა როგორ ხასიათზე ხარ, უცბად აი ვერ ჩავიცეხე ვერაფერი რაღაც მოსგასუქებულიც ვარ, ეს ძალიან გადარუჯული ვარ, არ მიყვარს ესეთი გარუჯული კანი და უკეთ არაფერი არ მომწონს. ავდექი ჩავიცვი ეს კაბა და საოცრება უკვე მომწონს ყველაფერი. მივდივართ ლისი ივენთ ჰოლი ქვია, ასე ქვია. და თითქმის მივედით. აქ რაღაცა ჩამიდეს წყალი და უნდა გეჭიროს ეს კაბა რა თქმა უნდა კვლავ შეხსნილი მაქვს, მე რო ხა თავმოყარე გოგო ვიყო წესით და კანონით მას ვიზამდი რა ქვია. გავხდებოდი რა, აი ცოტა მეც გახდი რა, შენ ოჯახა შენებულ რა გახდებოდა და არ გავხდი. ასე სუქანა ვარ. საყვარელი ტაქსის მძღოლი არის შეხედეთ. ეს აქვს. ვიღაცას რო უცბად სელფი მოუნდეს, აქვე არა. არ ვიცი თვითონ აქვს დამაგრებული თუ ვიღაცამ დაუმაგრა, მაგრამ ხაკედან ჩვენ როგორ გამოვძრებით ისე რომ არ გაგვეხის კაბა, არ გაგვეხის ყველაფერი. არ ვიცი მართლა. მაგრამ რაღაცას ვიზამთ. მე სახში რომ მივდივართ, ბებია ჩემსაც გაგაცნობთ. ვინც თვალყურსადებს თქვა ჩემს სტორიებს და რაღაცებს გეყოლებათ მისი დაანანახი. ბევრი წლის წინ ვდებდი ხოლმე ინსტაგრამზე მის ვიდეოს გარდაიცვალა წელს სამწუხარო. იყო 97 წლის თითქმის 96-ს გადასცდა. ასე გუშულაპარაკობთ რომ რა კარგია ხო ეს დიდხანს რომ იცხოვრებ შვილთა შვილებს რომ მოესწრები ხო შიო დაუვიარენ ბებია ჩემისთვის შვილთა შვილები. დიდი ამბავია ეგ არ არის, მე მინდა ჩემ შვილთა შვილებს რომ მოვესწრო, ოვის შვილებს კი არა იმათი შვილებს კიდე გავგიჟდები ალბათ. ძალიან მინდა. ოვის შვილები რო წარმომიდგენია უკვე გიჟს გავარონ რომ წარმომიდგენია რომ შვილები ყავდა. მე კიდე იმათი რო შვილები ეყოლებოდა ხო საერთოდ რა საოცრება. მივედით თითქმის
იქიდან მგზავრობას მანქანა მეგონა შეოს ჩემგან ხსოს. კონკრეტულად ისე რომ აი აუტანვად. საოცრად ნერვა ხომ გული. როგორ შევიკრა ხა ეს კაბა ისე რომ და მეც ყოველას არ დავენახო. თუ გადმოვა. მე მგონი უნდა გაგითიშოთ იქ ჩაგერთვებით რომ აქ რაღაცნაირად მოგვარახჭინდეთ. ცოტათი. მოვედი. ნინოს გაიხა კაბა. ამიტომ დაგვიანდა და აი ველოდებით. ცოტა მომავალ უი რა ლამაზია. შეხედეთ რა ეს კაბა არ ჩავიცო ხალხნა ეს კაბა უნდა ჩავიცო ზუსტად ასეთი ზუსტად ესფერი ზუსტად ეს მოდელი ბოლო წამს გავიხადე ნახეთ რა ლამაზი რა ნორმალურად ლამაზი ხარ კაჭი არ არის არ მითხარ არ არის ბავშვთან არის აი ხალხი საოცრად ყველა ლამაზი ყველა გამობრანჭული ნინო გავს 20 წლის გოგოს არ გავს 20 წლის გოგოს ხო გადაკოცნე გადმოკოცნე იქნება ხა საწავიღო მე ჩემი ყვავილები რომელსაც გაზდის წყალი ხალხნა აი რა ვიყო საწავიღო შამპანიური არის ყვავილები და მე ჩაგერთვებით კიდე. მოვიფოტოსესიეთ. მოვედით. ისე ჩემ ბავშვობაში ამდენ ფოტოს საერთოდაც არ ვიღებდით და ისე გული მწყდება არც მაქვს ბევრი ფოტოები და ხა იმდენია იმდენ რაღაცას იღებ სად არის იუბილარი ჭკვიანურია ვიღაც მე ხეს სახლი ადგა და გადააკეთა რაღაც ივენთ ყოლად ხო? არის დამთავრებული ბოლომდე, მაგრამ ეგ რაღაც ერთი აუზი ესა და კი გამოვიდა ივენთ ჰოლი ერთი გრძელი მაგიდა გინდა და მშვენიერი სივრცე ეს ვინმესია თუ უსახელაურია? ძალიან საინტერესო. სამნი სხვადასხვა. ანუ სამნი ვართ ხალხნო? ფატალნა. აბა? მადლობა ნუკი. ნახეთ როგორ გადაწყდა უცბად. ესე გადაწყდა ნამდვილად. ნუკი ისე შენ უნდა აგეღო ყველაზე მაღალი.
რატომ მე ვარ ყველაზე ძალიან ხელი არის სხვადასხვა ადამიანი. გაგვიმარჯოს, ნინოს გაუმარჯოს. ჩვენ გოგოს, ჩვენ ხატულა გოგოს, რომლებიც სხვებსაც ხატავს და კი, ლამაზები ვარ, სულ ყველა ნინოს. აი, მოდის. რა დაიბანე? ტანი ყოჩახ. იცი ნინო დაბადების დღეზე რამდენჯერ უნდა გითხრათ სუფთა უნდა იყო. სუფრები სხვათა შორის პირდაპირ და მარცხნივ შევძალდი. პირდაპირ და მარცხნივ. ეს კარგად ამოვედით ალახში. ნახეთ რა ლამაზია. თქვენ იცით რომ საათზე ხარ დაბადებულები? მე არ ვიცი. მე გამოვითვალე, კი. როგორ უნდა გამოითვალო? არა, ნუ ასტროლოგიურად. ასტროლოგ- ჩემს არ ახსოვდა. და შეიგიძლია რომ ასტროლოგიურად გამოითვალო რა? მათემატიკურად გამოვითვალე. და ლოგი ყავს აქა. ლიამარაკა შეიძლება გაგონილი. აქ მთლად, აქ თუ ის? საქართველოს. საქართველოს. მოღვაწეობდა და დიდი ხანია უკვე აქ. იქ დაამთავრა და 25 წელია უკვე აქეთ არის და ყოფილი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ხალი გახდა ასტროლოგი. ან პირველი ნუ ეგეც ხო ფიზიკაა, ესე იძახიან. ფიზიკა და ნახე ხო, მაგას იძახიან, მეც აქ დავდებ ისე ვიჭორავთ. მეცნიერება, ფიზიკა და მათემატიკა მაგაზე ხო არ დავარ. ხო, რა თქმა უნდა. ასევე ასტროლოგიასაც ამტკიცებენ. მე არ ვიცი, მე არ მოვახვევა არა. ყველაფერი მათემატიკა და მატრიცა თუ მასე წავედით. ხო, მათემატიკა და მატრიცა არის და ლია ბარათაშვილი ეს არ არის აფსა. მოდი, პირდაპირ ვიტყვი. ხო. ეს არის პირველი ასტროლოგი საქართველოში, რომელმაც გახსნა ასტროლოგიური სკოლა და დღემდე ასწავლის და დღემდე უშვებს ძალიან. между прочим, персона იყო პერსონას რო ეძახიან 2023 წელს იყო პერსონა საქართველოს შე რო გადასცემენ ხოლმე წლის საგარეელსაც არა აქვს? არა, სკოლა აქვს. საგარეელი კომერციაზეა გადასული. ყოველდღიური ჰოროსკოპის არასოდეს არ დაიჭირო, კაი. მე საერთოდ ჰოროსკოპის არ მჯერდა. ხო, არც უნდა და არა, ჰოროსკოპი, არა, ნახე შენ სხვა ჰოროსკოპის გჯერა და ანუ ნუ კი სხვა ჰოროსკოპის. იცი როგორია? აბსოლუტურად სხვა არის. შემიტრიალა 7 წლის წინ რო გავიარე. აი მე ნომერი გვინდა. თან ვიწერ ამას ყველაფერს და ნომერი გვინდა სულ ყველაფერი ეს. ნომერს ჩაგიგდებ. ლია ბარათაშვილი. YouTube-ზეც აქვს YouTube-ზე აქვს თავის ერთი ლაივებსაც ართავ, შეგზე მოусმინო. თუ შენი ადამიანია, მაშინ მიხვიდე. she's not like გეისუსი პუსი ნო. არა გვინდა მე ჩვენ ოსიპუსი. მზად იყო რომ დაგანარცხოს, იმიტომ რომ მე ლიას ბავშვობიდან და ეხლა 1 წლის წინ გავაკეთე პირადი რუკა. არ ვაკეთებდი, იმიტომ რომ მზად არ ვიყავი ליასთან, რომ მივსულიყავი და აი რაღაცები ეთქვა, ის რა ძმე არ მინდა და რა ეთქვა. ნუ რა უნდა მითხრას, ახლა დეგენერატი ვარ, მაქსიმუმ ეგარი. და მე გეტყვის გამოსავალს. მე 7-8 წლის წინ მითხრა თუ ესე გააგრძელო 3 წლამდე აღარ იქნებიო. სონცეო. მაგას ყველას არ ეუბნება. ხო, მე ესე ძალიან ცუდად ვიქცეოდი. არის სწორია დაპროგრამება ლიას გადმოსახედიდან, რა სწორია რომ ადამიანი დააპროგრამა, იმიტომ რომ ლია არ არის ღმერთი და ასტროლოგია არ არის ღმერთი. იცვლება, ყველა წელს იცვლება რუკა. ყველა წელს მეცვლება, მე პირადად რუკა რომ მეგონა რომ კარგი მქონდა 6 თვეში შემეცვა. და წავიდა ხო? აბსოლუტურად გეხმარება რომ გაიგო შენი. თქვენ იცით რომ მე ცოტა ხნის წინ შემხვდა არა აი ხო არის ტაროს კარტი, შმაროს კარტი, იმის კარტი, ამის კარტი, რაღაცა კარტი. არც არსებობს. ხო და არა. ვიღაცა ხალი არის არა საქართველოში. ესეც მეცნიერების რაღაცა. მე მგონი იძახდი ხო? არა, ეხა გავიგე, ეხა გავიგე გუში. კითხავის ნომერს რა. კითხავები ვიცი ნომერი, ტელეფონი. არა, მინდა, არ მაინტერესებს, როცა ლია ყავს, არ გაინტერესებს. არა. მაგრამ ისე ყველა საქართველოში მკითხავი არ არსებობს, რომელთანაც ნამყოფია რა. რა მაინტერესებს? ჰოროსკოპის არა გჯერა და ჰოროსკოპის არც მაგისი არ მჯერა. ნახე. მოდი ლია. არა, ნახე. რა ნუგი. კითხავების რაოდენობა. აი მე არ შემიძლია. ნო. ლიასთან მიდიხი ყველანაირი როგორც ცაცრა. მივალ მომეცნიერე, მაგრამ ხო და ეხლა რას ყვებოდი? არის ფსიქოლოგიური მიმართულება, ეს არის ახალი რაღაცა. ვიღაცა ხალი არის, არ არის საქართველოში, ეხლა გავიგე გუშინ. ესეთი კარტები აქვს, ანუ ტაროს მსგავსი, ოღონდ ვაიმე რა ლამაზი ბეჭედია. კოლიბრი. ძალიან ლამაზი ბეჭედია. ვაგზაონზე იტალიენური ბისაკაის ვერცხლი. სასწაულად ლამაზი. დედა ჩემს ერქვა მერცხალა, დედა ჩვენს მე და ირმა დები ვართ და მერცხალა ჩვენ შორის ხო. ჩემი და დის შორისაც. აუ ულამაზესი ბეჭედია.
ხო და ესეთი რაღაცა მიმართულება არის. ჩემი არ მოგეწონა. მომეწონ, მის მამეუღლებ ვიქნებ აღარ ვიცი რა გავაკეთე. იმიტომ რომ იქნევთ მე ვერ მხედა. აი ცემოთ. კუბაში, კუბაში. ეგეთ მოგაწონე? ორივე წარმოწონება. ხო და ეს ისინია რა ქვია, კარტებია და კი არ მკითხაობს, გეუბნება შენს გონებაში რა ხდება. ანუ აი კარტში მაგალითად ამოგივიდა რაღაც არ ვიცი მე ყვავი ის გიხსნის და გეუბნება აბა შენ ამიხსენი აბა შენ ყვავს რატო ხედავ და ანუ ფსიქოლოგის კონსულტაცია ოღონდ კარგი შენ თვითონ ვიყავ ხარ შენ გზაზე ხო ოღონდ ფსიქოლოგია ეძახის რომ ეს არ მკითხავ მომავალს ვერ გეტყვიო მაგრამ მე გეტყვი აი შენ ზოგადად მომავალს არ გითხულობს ახლო 3 თვეს გეუბნება და ვიცი მე ვშლი ტაროს მართლა დედას ვიცა გაგიშლი მე მართლა მეც ხარ მოგლიაშვილი რა გავერთეთ გოგოები აქედან მიდივართ ასტროლოგთან რამე განკუთვნილი ადგილები გვაქვს თუ სადაც გვინდა არა Cheers to 50-ო. განკუთვნილი ადგილები არის თუ არ არის, არა? პირდაპირ სადაც მინდა იქ დავჭდე? აი, იქ დავჭდები მაშინ. არა, მოიცა იქ გოგოები გავიცანი და იმ გოგოებთან წავალ ხა. ვაი. ვიცადეთ, გოგოები თქვენთან მოვდივარ მე. მაგრამ თავში არ მე. ხო მე და იმაშუაში იყავ. აი, გადასწარე. გადაწ. ვერავინ ვერაფერს ჭელიძეებთან იქნები. რა კარგია, მომწონს ეგ. ჩემი ძმა მიყურებს ჩვენ და აუ როგორ მიცოდებიან ჩემი სიძეებიო თქვენს ხელში. აი გწუნა იყო. ეხა მინდა ნომერი მოიცადეთ გავთიშავ ამისთვის YouTube-ს რო ნომერი მომცეთ და მე ისევ ჩავთვალ. Llega así de esta manera, no tiene la culpa. Caballo de la sabana, porque muy despreciado, por eso no te perdono llorar. Ese amor llega así de esta manera, no te აი როგორ დაუხანძათ გამარჯვება მისთვის იღეს. Your heart's your sweet sensation. Your invitation.